მოგესალმებით მეგობრებო, მოვედი საჯარო გაშლით, სახელწოდებით შეყვარებულის არ ყოლის პერიოდი, დრო რომელიც არ უნდა დავკარგოთ. ეს გაშლა იქნება მათთვის, ვისაც არ ყავს პარტნიორი და სურს, რომ საკუთარი დრო დაუთმოს საკუთარ თავს. ხო? გვექნება სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტი. როგორ გავუმკლავდეს მარტოობის განცდას, ისე რომ არ ეძებოს ურთიერთობა სიცარიელის შესავსებად. მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ. დავიწყოთ. პირველი ვარიანტი, როგორ გავამკლავდეს მარტოობის განცდას, ისე რომ არ ეძებოს ურთიერთობა სიცარიელის შესავსებად. ფიქრობ, პირველი ვარიანტის ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, უფრო მეტი ენერგია უნდა ჩადოს საკუთარ მიზნებში, საკუთარ შესაძლებლობებში და საკუთარ განვითარებაში. იმისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კარიერაში წარმატება, ან სხვა რაიმე სახის წარმატება, თუნდაც გქონდეთ რაიმე ჰობი, დამატებითი საქმიანობა. თქვენთვის მნიშვნელოვანია პირველი ვარიანტისთვის, რომ საკუთარი უნარჩვევები და საკუთარი ენერგია პირველ ყოვლისა საკუთარ თავში ჩადოთ და საკუთარი თავი გააძლიეროთ. არის თუ არა რეალურად მარტოობა პრობლემა, თუ კულტურული გავლენა? ფიქრობ, თქვენთვის მარტოობა რეალური პრობლემა არ უნდა იყოს. ეს შეიძლება იყოს უფრო მეტად კულტურული გავლენა ან რაიმე სახის ზეგავლენა ოჯახის წევრისგან. თუნდაც ეს შეიძლება იყოს უფროსი ქალბატონი, დედა, დეიდა, ან შეიძლება იყოს ისეთი რეპლიკები, რომლებიც თქვენ გაღიზიანებთ შეყვარებულის სკოლასთან დაკავშირებით, ეს ხშირად ხდება ხოლმე სამწუხაროდ, რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ და ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებს თქვენზე. ვიტყოდი, რომ თქვენ შემთხვევაში თქვენთვის რეალურად მარტოობა განსაცდელი არ არის, უფრო კულტურული გავლენის შეგრძნება შეიძლება იყოს. როგორ შეიძლება მიიღოთ და შეიყვაროთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა? თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობით თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ რომ მიიღოთ საკუთარი ემოციები, საკუთარი გრძნობები, საკუთარი ცხოვრება, რაც არ უნდა ეხებოდეს ეს, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ რომ შეიყვაროთ საკუთარი თავი, თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობაში დაინახოთ სიხარული, ბედნიერება, სიხალისე. თქვენ ამჟამად შეიძლება საჭიროებდეთ ოჯახურ გარემოს, გენატრებოდეთ ეს ყველაფერი, თუმცა ნამდვილად შეგიძლიათ რომ საკუთარი თავი შეიყვაროთ ამ ყველაფრის გარეშეც და საკუთარი თავი მიიღოთ.
თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის შეყვარება ვფიქრობ შეგიძლიათ. და პირველ ყოვლისა ეს თქვენ შეგიძლიათ იმით დატკბეთ, რაც ამჟამად გაქვთ. თუნდაც ეს თქვენი პირადი ოჯახის წევრები იყვნენ. შეგიძლიათ უფრო მეტი დრო გაატაროთ ოჯახის წევრებთან. როგორ გაარჩიოთ რეალური სურვილი პარტნიორისადმი, იმისგან რომ უბრალოდ გინდათ ვინმე, რომ გყავდეთ თუ რეალურად გსურთ პარტნიორის ყოლა. ვფიქრობ, თქვენ ნამდვილად რეალურად გსურთ, რომ გყავდეთ პარტნიორი, თუ მამაკაცი მიყურებთ, შეიძლება ვფიქრობთ ისეთ ქალბატონზე, რომელიც თქვენთვის ნამდვილად შესაფერისი იქნება, ნამდვილად სერიოზული ურთიერთობის პერსპექტივით უყურებთ ურთიერთობებს, უბრალოდ რომ ვინმე გყავდეთ, ესე არ გინდათ. ნამდვილად თუ ქალბატონი მიყურებთ ამ შემთხვევაშიც ძალიან მარტივია იმის გარჩევა, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ გყავდეთ პარტნიორი, რომელიც იქნება ნამდვილად სერიოზული. ამის გარჩევა შეგიძლიათ იქედან გამომდინარე, რომ დააკვირდეთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ ინტუიციასაც შეიძლება ჩაუყრმავდეთ და ვფიქრობ, რომ ნამდვილად იცით, რაც გსურთ. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით. გავხსნათ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი, როგორ უნდა გაუმკლავდეს მარტოობის განცდას, ისე რომ არ ეძებოს ურთიერთობა სიცარიელის შესავსებად. მეორე ვარიანტს ვეტყოდი, რომ თქვენ აშკარად გაქვთ ძაფრი ემოციური განცდები, შეიძლება ახლახანს დაშორდით თქვენს საყვარელ პარტნიორს, შეიძლება ხალატიც იყო, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად გრძნობთ ამჟამად თავს, შეიძლება ვიტოვებულადაც, შეიძლება გულით ტკივათ იმ ყველაფრის გამო, თუნდაც იმის გამო, რომ ამჟამად მარტო ხართ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა გაუმკლავდეთ, უნდა გაძლიერდეთ. მიიღოთ თქვენი ეს ტკივილი, რომელიც ახლა გაწუხებთ. და შეგიძლიათ, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ურთიერთობა, სხვა ახალი ურთიერთობა არ ეძებოთ იმისთვის, რომ ძველი ტკივილები გადალახოთ. არამედ ჯერ მოიშუშოთ ის ძველი, რაც გაწუხებთ და შემდეგ ეცადოთ ურთიერთობის ჩამოყალიბებას. თუმცა ვნახოთ, რას გვიჩვენებს კარტი. არის თუ არა რეალურად მარტოობა პრობლემა, თუ კულტურული გავლენა. ვიტყოდი თქვენთვის მარტოობა რეალური პრობლემა არ უნდა იყოს. უფრო მეტად კულტურულ გავლენას აღვიქვამ მე პირადად. ვფიქრობ, რომ თქვენ შემთხვევაში შეიძლება დაშორდით ქმარს ან ისეთ მამაკაცს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება სტაბილური ურთიერთობაც იყო. ვფიქრობ, თქვენთვის თუ კი ეს დაშორებას ეხება, ამ დაშორებამ გამოიწვია მძიმე ემოციური ფონი, რამაც უფრო მეტად დაგაფიქრათ კულტურულ გავლენაზე, რომელსაც შეიძლება გრძნობდეთ თქვენი ოჯახის წევრებისგან, ან თუნდაც ამ მამაკაცისგან.
შეიძლება მოდიოდეს ეს გავლენა ან ნებისმიერი სხვა მამაკაცისგან, შეიძლება ოჯახის წევრისგანაც კი. ასე რომ ვფიქრობ, თქვენთვის მარტოობა პრობლემა არ უნდა იყოს, მარტოც კარგად უნდა გრძნობდეთ თავს. როგორ შეიძლება მიიღოთ და შეიყვაროთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა? თუ თქვენ ამჟამად თავს ჩაკეტილად გრძნობთ, შებოჭილად, გრძნობთ, რომ თითქოს ყველაფერი ერთ ადგილას გაჩერდა და არ მოძრაობს, თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის პატივისცემა, საკუთარი თავის დაფასება, საკუთარი ფინანსური ენერგიის მოფრთხილება. უნდა შეიყვაროთ თქვენი მდგომარეობა, რომელშიც ახლა ხართ და როგორ შეძლებთ ამას. უფრო მეტად ვფიქრობ, რომ უნდა დაფიქრდეთ, ჩამოყალიბდეთ, გაანალიზოთ ის სიტუაცია, რაშიც ამჟამად იმყოფებით და ყველაზე მთავარი ალბათ ის იქნება, რომ უბრალოდ ახლა შეიძლება გეჩვენებათ, რომ ყველაფერი ისეთ მდგომარეობაშია, რომ აღარ გამოსწორდება, რომ გაჩერებულია და აღარ ამუშავდება, თუმცა ეს დროებითია. როგორ უნდა გაარჩიოთ რეალური სურვილი პარტნიორისადმი იმის გარდა, უბრალოდ გინდათ ვინმე გყავდეთ? პირველ რიგში ვიტყოდი, რომ თქვენს ფიქრებს უნდა დაუკვირდეთ. თქვენი ფიქრები მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის საჭიროა. თუ დაუკვირდებით იმას, თუ რაზე ფიქრობთ, რა შეგრძნებებს იწვევს ეს ფიქრები თქვენში, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. ვფიქრობ, რომ გაარჩევთ რეალურად პარტნიორისადმი სურვილი გაქვთ, თუ უბრალოდ ვინმე გყავდეთ. ვფიქრობ, მე ამ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ ვინმეს ყოლის სურვილი არ მგონია, რომ გქონდეთ. თუმცა მაინც გეტყოდით, რომ თავად თუ ჩაუხმავდებით საკუთარ თავს, საკუთარ თავზე იმუშავებთ, თავად უფრო კარგად გააცნობიერებთ, თუ რა გჭირდებათ, როგორ გჭირდებათ და უბრალოდ იმისთვის, რომ ძველი ტკივილი დაძლიოთ და უბრალოდ იმისთვის, რომ ვინმე გყავდეთ, ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგათ. მეორე ვარიანტსაც დავიმშვიდობები. და მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი, როგორ უნდა გავამკლავდეს მარტოობის განცდას, ისე რომ არ ეძებოს ურთიერთობა სიცარიელის შესავსებად. ვფიქრობ, მესამე ვარიანტი საკუთარ თავს უფრო მეტად უნდა ჩაუხმავდეს. უნდა დაისვენოს ემოციურად, უნდა დაასვენოს მისი ფსიქიკა იმ ფიქრებისგან, იმ განცდებისგან, რომელიც მას აქვს. არის პერიოდები ადამიანების ცხოვრებაში, რა დროსაც ადამიანი იკეტება, უფიქრდება საკუთარ სურვილებს, საკუთარ ფიქრებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც უნდა გავამკლავდეთ თქვენი დასვენების და ჰარმონიის ხარჯზე. და ვფიქრობ, ეს მდგომარეობა შეგიმსუბუქებთ მარტოობის განცდას.
როდესაც საკუთარ თავს უფრო მეტად ჩაუღრმავდებით, ურთიერთობას აღარ მოძებნით სიცარიელის შესავსებად. როდესაც დაკავებული იქნებით საკუთარი ფიქრების ანალიზით. არის თუ არა რეალურად მარტოობა პრობლემა, თუ კულტურული გავლენა? მე ვიტყოდი, რომ შეიძლება მართლაც რეალური პრობლემა იყოს მარტოობა თქვენს შემთხვევაში. შეიძლება გჭირდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს მძაფრ ემოციურ მდგომარეობას, თქვენს ასე ვთქვათ, ნერვულ მდგომარეობას, თუნდაც დაძაბულობას, უბრალოდ შეგეშველებათ ადამიანი და უფრო მეტად გამოგიყვანთ დადებით ემოციებზე, ვიდრე რომ ამ დაძაბულ ემოციებში დარჩეთ. მესამე ვარიანტს გეტყოდით, რომ თქვენთვის მარტოობა, ჩემი აღქმით, ნამდვილად პრობლემაა, თქვენ გჭირდებათ ადამიანი, პარტნიორი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი ემოციური მდგომარეობის დასტაბილურებას, დამშვიდებას და ხისტი ფიქრებიდან გადმოგიყვანთ უფრო რბილ გაწონასწორებულ ფიქრებში. თუმცა მაინც გავაგრძელოთ გაშლა და ნახოთ შემდეგი შეკითხვები. როგორ შეიძლება მიიღოთ და შეიყვაროთ საკუთარი თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა? თუ თქვენ ამჟამად მარტო ხართ და რადგან ამ გაშლაზე შემოხვედით, ესე იგი თქვენ მარტო ხართ, ფიქრობ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა მიიღოთ და როგორ? საკუთარ თავში სიძლიერის ძალის აღმოჩენით. თუ თქვენ გაძლიერდებით ემოციურად, თუ თქვენ გაძლიერდებით ცხოვრების ყველა ასპექტში, თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა უფრო მეტად შემსუბუქდება და აღარ გახდება სტრესული. თქვენ შეიყვარებთ საკუთარ თავს, საკუთარ სიძლიერეს, საკუთარ შესაძლებლობებს და უფრო მეტად დააფასებთ საკუთარ თავს. როგორ უნდა გაარჩიოთ რეალური სურვილი პარტნიორისადმი იმისგან, რომ უბრალოდ გინდათ ვინმე გყავდეთ? მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაარჩიოთ და უნდა დაუკვირდეთ თქვენს ვნებასურვილებს. უნდა დაფიქრდეთ რეალურად რა გამოძრავებთ იმის მიმართ, რომ პარტნიორი გყავდეთ. ეს არის ვნება, სურვილი იმის, რომ ყურადღება გადაიტანოთ თქვენს ურთიერთობაზე, თქვენი ცხოვრებიდან, თუ ნამდვილად გჭირდებათ ურთიერთობა. მე გეტყოდით, რომ იმისთვის, რომ მხოლოდ ვნებები დაიკმაყოფილოს ადამიანმა, ამისთვის არ არის სახარბიელო ამ მიზეზით ურთიერთობაში შესვლა. ამიტომ ვფიქრობ, გირჩიოთ, რომ გაარჩიოთ თქვენი რეალური სურვილები სერიოზულ პერსპექტიულ ურთიერთობასა თუ ზედაპირულ ურთიერთობას შორის, რომელიც მხოლოდ ვნებას მოიტანს თქვენს ცხოვრებაში. და ვფიქრობ, უნდა დაფიქრდეთ რეალურად, როგორი პარტნიორი გჭირდებათ და
რა ინტენსივობით და როგორი სერიოზულობით ან ზედაპირულობით. ამით დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ გაშლა და თუ მოგეწონათ, დამიკომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გემშვიდობებით დროებით.